მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი მეორე YouTube ვიდეოდან, პირველი არ დამიდი, ანუ პირველიდან და შუა გზაში გადავწყვიტე, რომ მეჩვენებინა თქვენთვის როგორ მივდივარ თბილისიდან ტრანსილვანიაში, რათა იქ ვიხილო დრაკულას ნეშთი. როგორც თქვენ ეს ნეშთის სანახავად მიდიხართ ხოლმე, ზუსტად იმ მიმართვით მივდივარ მე იქ. სიმართლე რო გითხრა, მაგიტო არ მივიდიო უბრალოდ ჩემს მეგობარს, რომელიც ეხა მიიღებს ვერ ვეუბნები ამას, იმიტომ რომ არ სვამს და შეპირებული ვარ რომ ეს არ დავლე, მაგრამ მინდა რომ ბრაშოვში ისე დავთვრე, რომ მეორე დღეს მინიმუმ ნახევარი ბრაშოვი ჩემზე საუბრობდეს და ნახოთ რომელი გამომივა. საქმესაც შეეხება დეტალურად მიგიყვანთ იქამდე ყველა წვრილმანით, უბრალოდ ეხლა მოვიფიქრე ეგ რა. ვიღაცები მეტყვით ეხლა რა ახლაო, მაგრამ დაიკიდე თბილისიდან ერევნამდე ძალიან მარტივია 50 ლარს გადაიხდი ისანი ავლაბარი სადღაც არის გადიხარ ჩაჯდები მინივენში ჩამოგიყვას ეგ მარტივი არის ძალიან მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა კაფსულა ჰოტელი სადაც ჩვენ დავჭით პატარა კაფსულებში უბრალოდ იქინა გამოყარეს რაღაცა დავარღვიეთ რა და როგორ ეგ მოდი გამოვტოვოთ იმიტომ რომ ამ წუთი დავიწყებთ ჩვენ ვიდეოს და სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ იმას მაგრამ შეიძლება დაგუგლოთ კაფსულა ჰოსტელ თუ რაც არის და ნახავთ რა სადაც ვიყავი კომფორტულად შვიდად წყნარად. კაი, ეხა აეროპორტში გვაგვიანდება, წავალ და გზადაგზა განახებთ რა, სად, როგორ, რატომ და რისთვის. ეხა ვბრუნდებით, ავდივართ იმ კაფსულას სასტუმროში. ერთი ცალი ჩანთა დაგვრჩენი, ეხა აღმოვაჩინეთ, რომ რამე მოსასხამი მინდოდა ნეომა დაუბერა და სად არის ჩანთაში, ჩანთა სად არის და იქ დაგვრჩენია და ავდივართ და იმედია მოგწემენ და მერე მივდივართ პირდაპირ აეროპორტში. რამე ჩემი ფრაზა ხო არ მოვიგონო, როგორც ყველა YouTube-ს თავისი რაღაც ფრაზა აქვს, ეგეთი მეც რო თქვა ხოლმე, აბა დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რო იცით იქ რა. კაი, გეკაიფებით, მართლა კი არ დამიწეროთ, სიცხული არის. აი ეს კორპუსია, მოკლედ დაიმახსოვრეთ. თუ დაგაინტერესებთ ვინმეს, აქ არ შეიძლება მანქანით შესვლა და აი იქ არის ჩვენი ჰოსტელი. ეხა ჩემი მეგობარი შევა და შეეცდება გამოიტანოს ჩანთა, ნახოთ აბა თუ გამოგვატანეს, მე ჩავისმე უკვე რამეს და აღარ ვიქნები ესე შიშველი. აი ეს არის ლოგო დაიმახსოვრეთ და აღწერაში ჩავაგდებ იმას ლოკაციას თუ რაც ქვია Airbnb-ზე, მიდი დააჭირე. აბა თუ შეგვიშვებ, რა დარეკავ ზარს. და იმედია გაგვიღებენ რა. ჩანთა დაგვრჩა თქო უთხარ, ბოდიში თქო რა. ყველაფრისთვის ბოდიში რაც ჩავიდინეთ თქო. აი არ გვიღებენ. აფსუს. აი მოკლედ ავიღეთ ჩანთა მოგცეს. და ისე აღმოჩნდა რომ დროში ვეღარ ვეტევით რა. და ეხლა ტაქსი გამოვიძახით. იანდექსი მუშაობს ჩვეულებრივად რო იცოდეთ რა, ვისაც რუსებთან პრობლემა არ გაქვთ. Bolt Uber-ი არ არის რა. მე კი მაქვს რუსებთან პრობლემა, მაგრამ სხვა რა ვქნა ახლა. კუჩაში ტაქსს ვერ გავაჩერებ მე. ფული არ მაქვს. და აქ პირდაპირ ბარათიდან გეჭრება რა და მივდივართ აეროპორტში, სადღაც 10 ლარამდე ჯდება რო იცოდეთ, ცენტრიდან აეროპორტამდე ტაქსი. შევხვდებით აეროპორტში. აი მეგობრებო, არარატის ფონზე ვეწევი უბრალოდ აი ეს მგვალი ჩამოშვება პარასორი და ამიჯერეთ ამის უკან არარატი არის. იქითაც არის რაღაცები, მოიცა განახებთ. თოლიანი მთები, ტიან-შანი, ზუმი აქვს ამ კამერას, კი? არა არ ჩანს, თუ დამიჯერეთ, იქ რაღაც ფარი და ამის იქით არის ის რა, არარატ. უბრალოდ აი ეს წერია, არ გადახვიდო და ვერ გადავდივი. მოკლედ აი გვერდზე ორი სტიუარდი იჯდა. ჩაერივნენ ჩემს დიალოგში და მითხრეს რომ ეგო შენს უკან რა ჩანსო არარატი არ არის, ეგეც კაინთა არისო, მაგრამ არარატი არ არისო, არარატიო იქითო, სადაც ჩაჯდომა გექნებათ, იქ იქნებაო, მაგას განახებთ აუცილებლად და კიდე გავარკვიე რომ ორჯერ ძვირი ღირს ნებისმიერი ბინა ერევანში, რომელსაც ხედი აქვს არარატზე, რო იცოდეთ, ყიდვას თუ დააპირებთ როდესმე, აუცილებლად არარატის ხედით იყიდეთ და არ არსებობს წერტილი სომხეთშიო, საიდანაც არარატი არ ჩანს. აი ეს. მაგრამ არარატი რო იცოდეთ, დღესდღეობით სომხეთის ტერიტორიაზე არ არის, თურქებმა წაართვეს, ისე როგორც ჩვენ წაგვართვეს რუსებმა რაღაცეები.
მოვწევ შევართ, გვაგვიანდება. Ნამდვილ წუთშია ჩასხდომა. აი მოკლედ მეგობრებო, ეს არის შეპირებული არარატი, რომელიც ნისლშია. ეს ვარ შეპირებული მე, რომელიც ვზივარ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი სკამები შეგხვდა რა. ისეთი რომ შეგიძლია ფეხებიც გაშავა. მაშასე შევხვდებით თვითმფრინავში. მოწყობილობაში, რომელიც თვითონ დაფრინავს. თუმცა ვერტიკალურად არა, იმას ვერტმფრენი ქვია. ბევრი მსგავსი შემეცნებითი ინფორმაციისთვის არ გამოტოვოთ ჩემი ვიდეო. აი უბრალოდ მინდა განახოთ როგორი ლამაზი ამინდი მზიანი ნისლიანი ამინდი დაგვდა ბუხარესტში. ეხლა აქ საინტერესო არაფერი არ იქნება. 100 ნომერი ავტობუსი უნდა ვიყოთ დაუნსთიარზე და ჩავიდეთ ავტობუსში. რო ჩამოვიდით უკვე იცით, რო წვიმს უკვე იცით, რომ იცოდეთ მინდა გითხრათ, რომ უბრალოდ აეროპორტიდან პირდაპირ დადის ცენტრამდე ავტობუსი 100 ნომერი ქვია. გამოხვალ თუ არა ეგრევე ყენია, შოთა ყენია. ხო და რა უნდა მეთქვა რა ღირდა 3 რონი 60 ცენტი. ლარი და 60. დავქნი ხელი ჩემ გამომწერებს. და აი მეგობრებო, ყველას გინდოდათ და გეგონათ რომ დღეს წვიმა იქნებოდა, მაგრამ არა. ნახეთ როგორი მზიანი დღე გამითენდა. და სად მივდივარ თუ იცით ახლა? სუპის საჭმელად. სადღაც იქით რა, სად არ ვიცი, მივალ განახეთ. რატომ უნდა ვჭამო სუპი? ეგ თქვენთვის მომინდია რომ მიხვდეთ. დღეს დავისვენებ თუ რა ქვია? არა. Romania. Welcome to Romania. Thank you. აი ესე მალდინის მით ყველას უხარია. არ ვიცი რა თქვა, მაგრამ ყველას უხარია ჩემი დანახვა აქაც როგორც ყოველთვის. ყველა წუთას ვიღაც ხდება, გაჩერებს და რაღაცებს გესაუბრებიან, მაგრამ ეგ არაფერი, შემდეგში რომაული თუ რომანული. რომაულს ვისწავლი. რუმინეთშია. რუმინულს ვისწავლი. სალუტ, არის გამარჯობა. მოკლედ, მეგობრებო, მივდივარ სუპის საჭმელად, რომელიც რომინულად არის სუპა. და დღეს რადგან ზე გამოვიდა აქ და საზიანათებს, დავრჩები ამ ქალაქში. კარგად შევიცნობ თქვენს ბუხარესტს. და ხვალე წავალ ბრაშოვში. ბრაშოვი კიდე მოგეხსენებათ არის ცენტრი ტრანსილვანიის და მის გარშემო ხდება ყველა ის მისტიური მთებიდან ჩამოდინებული ნისლები და ვამპირების ღამით გამოღვიძებები. ახლა განახებთ წინ რა ხდება, მაინც როგორც იუთუბერები აკეთებენ ხოლმე, აბა ნახეთ ტეკ. აი ესე ხალხი ზაფხულია გამოსული, იქ მაკდონალდსის ნიშანს ხედავთ ალბათ ყველა. Big Ben Pub-ი, ლუც არ ვსვამს მოგეხსენებათ, თორე შევიდოდი მან რა თქმა უნდა. და შევხვდებით სასუპეთში. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩამოვდივართ, მე რაც მეორე დღეს ვაკეთებ, დავახურდავოთ ფული. $100 არის 428 ლიე, ან ლეი. ბარათით ვიხდიდი აქამდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ TBC კონცეპტის ის თუ ხარ, სადღაც 15-20%-ით მეტი მიაქვს ბარათით გადახდისას. შესაბამისად თქვენს გირჩევთ ბარათით გადახდას, თუ გინდათ გააკეთოთ ეკონომია, წამოიღოთ $, იყიდოთ ლეი და ისიამოვნოთ ბუხარესტის კაროჩე რაღაც. ესე ვთქვი ჩემ. აი აქ სადღაც ახლა სუპა იღება. აი აქ სადღაც სუპა იღება, მივალ ახლა და ავიღებ. სწრაფად დაგიხარ. ეხლა მოგინდა სწრაფად. აბა შეგიძლია ესე იარო და თან იღო? გავახა. ო, სუპა არის. აი ძალიან კაი არჩევანებია მაკარონი, ახლა 32 ლეი. ეს არის სადღაც 20 ლარი.
20 ლარი მაკარონი, არა, ძვირია, წავედი ისე სუპს დავლევ რა. სწორედ მივდივართ. ეკლესიები ბევრი არის, თავი გაინტერესებთ ვინმეს, არა კატებს მივიღებ, არ მიყვარს კატები. ტრიფე სუპ. რასაც რიფი სუფი. შევედით.